მოგესალმებით რადიო პალიტისა და პალიტატივის ეთერშია ყველაზე საქმიანი გადაცემა თქვენ უსმენთ და უყურებთ საქმეს მე ვარ გიორგი გალანდაძე დღეს საქმე წარმოგიდგენთ ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ერთი ბიუჯეტური რეისი დაინიშნა უნივერმაღ თბილისს მფლობელი შეეცვალა საქართველოს ტურისტული მიმართულებით მსოფლიოს ყველაზე საინტერესო ქვეყნების სიაში მოხვდა სანამ ჩემ თავარ თემაზე გავამახვილებთ ყურადღებას, მანამდე ჩემი კოლეგა ემატ უხიაშვილი გაგუცნობს ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებს, ტურაზე ამახვილებს ყურადღებას BPN-ი ამ დროისათვის ემა გისმენთ. პირველი ალბათ ყველა თბილისელისთვის მნიშვნელოვანია, როდის დასრულდება ალბათ უნივერმაგი თბილისი, რომელიც იყო თავის დროზე ერთ-ერთი სიმბოლო, თუ შეიძლება ითქვას, ქალაქის და უკვე დიდი ხანია უფუნქციოდ არის დარჩენილი. როგორც პირდებიან გიორგი, უნივერმაღ თბილისის ასე ვთქვათ, ახალი იერსახით დასრულება უნდა მოხდეს 2017 წლის შემოდგომით. საინტერესო ის არის, რომ თანაინვესტირების ფონდმა გამოისყიდა ის ჰოლანდიური საინვესტიციო ჯგუფ დორიფორისგან. ჩვენ არაერთხელ წერდით BPN-ზე ამ პრობლემის შესახებ, რომ ეს ერთი შეხედვით პრესტიჟული ასე ვთქვათ, შენობა საკმაოდ უფუნქციოდ იყო წლების განმავლობაში დარჩენილი, არ მიმდინარეობდა არც არემონტო სამუშაოები, თუმცა კომერციული თვალსაზრისით ამ შენობის გამოყენება საკმაოდ სარფიანად არის შესაძლებელი. გუშინ გახდა ცნობილი, რომ თანაინვესტირების ფონდმა, როგორც უკვე გითხარით, გამოისყიდა ჰოლანდიური საინვესტიციო ჯგუფისგან და ამბობენ, რომ ჩაიდება 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია, აშენდება A-კლასის სავაჭრო ცენტრი, რომელსაც სახელად დაერქმევა გალერეა თბილისი. ზოგადად სავაჭრო ცენტრის ფართობი იქნება 22,000 კვადრატულ მეტრზე გათვლილი, ასევე იქნება მოწყობილი 300 ავტომობილზე პარკირების სისტემა. აღსანიშნავია, რომ თანაინვესტირების ფონდში ფიქრობენ, რომ პარკირების სისტემის, ასეთი მასშტაბური პარკირების სისტემის მოწყობა ზოგადად თბილისის ამ უბანში განტვირთავს პარკირების პრობლემას. საინტერესოა ასევე, რომ უცვლელად შეუნარჩუნდება უკვე არსებული დიზაინი ამ შენობას და წამყვანი ებრაული არქიტექტურული კომპანია იმუშავებს დიზაინზე ამ შენობის, როგორც უკვე გითხარით, მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს, ხოლო სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. კიდევ ერთ საინტერესო სიახლე ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით საკმაოდ დაბალბიუჯეტიანი ავიარეისები განხორციელდება დაახლოებით 20 ევროთ შესაძლებელი იქნება ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით გადაფრენა. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვეს 29.99 მიასედი ევრო ეღირება ბილეთი და ამ ფრენებს განახორციელებს ავიაკომპანია პეგასუსი. ფრენები განხორციელდება კვირაში 3 ჯერ, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ტურისტული მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე საინტერესო ქვეყნების სიაში მოხდა. ამ ინფორმაციას National Geographic Travel ავრცელებს. 50 ქვეყანა არის, როგორც უკვე გითხარით, ამ სიაში შესული და საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების მიხედვით, საქართველოს მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მიხედვით შეირჩა სწორედ აი ამ ნუსხაში. ასევე საინტერესოა ინფორმაცია, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ამ ინფორმაციას განცხადებას, შეიძლება ასე ითქვას, ავრცელებს საქართველოს ბანკების ასოციაცია. ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხება და საბანკო სექტორის ცალკეული საბანკო ფინანსური ინსტიტუტების მიერ მისამართით გამოთქმულ ცილისმწამებლურ განცხადებებს ეხება. მე მხოლოდ ციტატა შემიძლია წაგიკითხოთ ამ განცხადებიდან. საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შეშფოთებას გამოთქვა ამ ბოლო პერიოდში საბანკო სისტემის მისამართით გამოთქმულ აშკარად ტენდენციურ და ცილისმწამებლურ განცხადებების გამო, რომელიც საბოლოო ჯამში ატარებს ანტისაბანკო პიარის ხასიათს და მთელი ეკონომიკისთვის არასასურველი შედეგები შეიძლება მივიღოთ და შედეგები ამ საბანკო ინსტიტუტი ალბათ სავარაუდოდ შეგვიძლია გავავარაუდოთ, რომ ეს არის მამკა ხაზარაძე და მისი TBC ბანკი ბოლო პერიოდის განმავლობაში ცალკეული
ჯგუფების მხრიდან გაგაისმის კრიტიკა. კი ბატონო. რა თქმა უნდა, განცხადებაში დაკონკრეტებულია ეს, რომ ეს განცხადება, ამ განცხადების ერთ-ერთი მიზეზი გახდა საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკის TBC ბანკისა და მისი ხელმძღვანელის პოზიცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო დაფიქსირებული. და ახლა მაცნობებია, რომ ჩვენ განცხადების ავტორი შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ჩავთოთ, რომელიც უფრო დეტალურად მოგვიყვება განცხადების გაკეთების მიზეზს. ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალი არის ახლა ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონ ზურაბ, იქნებ უფრო დეტალურად გითხრათ. ძალიან ტექსტი არის ძალიან ცალსახად, მასში არის გამოთქმული, რომ გარკვეული პრობლემები შეიძლება შექმნას საბანკო სისტემას. რას გულისხმობთ თქვენ თუ შეიძლება? მოგესალმებით თქვენს მსმენელებს. მინდა გითხრათ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეს არ არის ასე ვთქვათ, კარგი ცხოვრებიდან გამომდინარე, ვინაიდან ის რაც ბოლო პერიოდში ხდება როგორც ზოგიერთ ელექტრონულ მედიაში და ზოგიერთ ელექტრონულ მედიაშიც ეს ნამდვილად პოზიტიურს არ ემსახურება, ეს სერიოზული რეპუტაციული რისკის მატარებელი არის მთლიანად საფინანსო სექტორისათვის, ვინაიდან თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში ნდობის მაღალი ხარისხი არის ყველაზე დიდი კაპიტალი საბანკო სექტორისათვის და სწორედ ამ ნდობის ხარისხზე არის ყველაფერი ეს მიმართული და ამან ძალზედ ცუდი და რთული შედეგები შეიძლება გამოიყენოს. ჩვენ თუ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზით მივდივართ, უნებრივი არის, რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლება, სინდისის თავისუფლება ეს პირველი ფასეულებები არის და ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ როდესაც ყოველგვარი დასაბუთების, იურიდიული დასაბუთების გარეშე შეიძლება ესეთი ბრალდებები გაისმას და ეს საზოგადოებისათვის ყოველთვის ძალიან დიდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არ არის ეს სწორი, ვინაიდან არის დაუშვათ უდანაშაულობის პრეზუმფციაც, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე რაღაც დასკვნების გამოტანა და შემდეგ ამაზე ვარაუდების აგება, ეს არის სერიოზული რისკის მატარებელი და პირველ რიგში სწორედ სანდოობის კუთხით არის ძალზედ დამაზიანებელი საბანკო სექტორისათვის. ბატონო ზურაბ, ხომ არ გეჩვენებათ, რომ ის ძალები, რომლებიც ამ შემთხვევაში საუბრობდნენ ბატონ ხაზარაძეზე და TBC ბანკზე, არ სარგებლობენ ზოგადად საზოგადოების ძალიან სერიოზული ნდობის მანდატით და შესაბამისად მსგავსი განცხადებები ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს, თქვათ იგივე ზოგადად, მithumedes ზოგადად საბანკო სისტემის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს. ამაში რა თქმა უნდა სერიოზული ზიანი მომტანად. კი, მაგრამ ამისთვის პასუხის არ გაცემა, ეს იცით რას ნიშნავს, რომ აი თითქოს კი არ ეთანხმები, არც დაპყრობა არ შეიძლება ამაზე, ვინაიდან მათ უნდა იცოდნენ ისინი თუ ამას შეუგნებლად აკეთებენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს ქვეყნისთვის არის სერიოზული ზიანის მომტანი. არ შეიძლება ეს არ არის მარტო დაუშვათ რაღაც გამორჩეულ სექტორზე არა მაქვს მელაპარაკი, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სექტორის მიმართულებით მსგავსი ისინი განცხადებები და არ არის სწორი, არ შეიძლება ჩვენ თუ გვინდა რომ თქვენ იცით რომ ზუსტად საინვესტიციო სიმშილე არის დღეს და ამ დროს ჩვენ ინვესტორებს როგორ მესიჯებს ვაძლევთ. მთავარი დგენელია, რომელიც აიძულებს ინვესტორს, აიძულებს კი არა, რომლის გამოც ინვესტორი ღებულობს გადაწყვეტილებებს, ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა და საფინანსო ბაზარის სტაბილურობა. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმას, რომ იქ რაღაც კრიმინალებთან ურთიერთობაზე, თუ ვლაპარაკობთ იმას, რომ ერთ-ერთი დიდი ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს აფრთხილებენ, რომ დაცვა გააძლიერა რაღაც არ მოგივიდეს, ეს ხო აი ყველანაირ ჩარჩოებს ცილდება. ყველანაირ ჩარჩოებს ცილდება და აი ამის გამო იძულებული გავხდით, რომ ჩვენ ეს განცხადება გავუკეთებინა, თორე დამერწმუნეთ არასოდეს არ არის საბანკო სექტორი მოწადინებული, რომ ამ კუთხით რაღაც ყურადღების ცენტრში მოხვდეს. იძულებული რომ ყოფილიყავით ჩვენ ამ განცხადებას ნამდვილად არ გავაკეთებთ. დიდი მადლობა ბატონ ზურაბ, ეს იყო ზურაბ გვასალია, ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი და ფაქტობრივად ეს იყო ბოლო ინფორმაცია, რომელიც BPN-ზე დაღნობით ჩვენ მოამზადეთ როგორც მოკლე საინფორმაციო კოლაჟი და გადავალთ მთავარ თემაზე. დღეს როგორც გაირკვა თუში მეცხვარეები 30 წლიანი პაუზის შემდეგ ცხვარს თანამედროვე მექანიკური საპასში მოწყობილობით გაპარსავენ, კერძოდ მაგ მუშაობს საუბარი 24 მექანიკური ხელსაწყოს, რომელიც კოოპერატივ
თუშური ოქროს საძმისისთვის ჩეხეთის განვითარების სააგენტომ შეიძინა აქამდე მეცხოვრეებს გაპარსვა ხდებოდა ხელის მაგალითად იყო ეს შრომატევადი და რაც თავარია გაირკვა რომ ამით ზიანდებოდა საბოლოო პროდუქტი ანუ მარტყლი რომელიც გაცლებთ უფრო იაფად იყიდებოდა ვიდრე შეიძლებოდა რომ ეს გაეკეთებინა მექანიკური საპარსის მეშვეობით. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი პირველ რიგში იმიტომ რომ თუშეთის მხარე არის უნიკალური ტერიტორია და გარკვეულწილად იქ ცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ რომ დამატებით მიიღონ გარკვეული შემოსავალი და მნიშვნელოვანი შემოსავალი მათ შორის გარდა თქვათ იმ ტურისტული შემოსულობებისა რომელიც მათ აქვთ წელიწადში რამდენიმე თვის განმავლობაში როდესაც თუშეთის დაცულ ტერიტორიას სტუმრობენ ტურისტები როგორც საქართველოდან ისევე უცხოეთიდან. ჩვენ დღეს სტუმრად მოვიწვიეთ კომპანია ქართული თექის ხელმძღვანელი ქეთი გაგნიძე, მოგესალმებით ქეთი, დიდი მადლობა რომ მობრძანდით. რატომ? პირველ რიგში ეს არის რომ ქართული თექის კომპანია, ისე როგორც მისი კოლეგების კომპანია, უშუალოდ არის მომხმარებელი ამ პროდუქტის, რომელიც არის საუბარია მატყლზე და ძალიან ხშირად აი ქართული თექისთან ჩვენ საუბრობთ გაცემით დაწყებამდე რომ ქართველი თექის წარმოებლები ძირითადად არჩევენ რომ იმუშაონ უცხოურ იმპორტულ მატყლზე, რადგან და რაზეც ალბათ ქართველი უგვეტყვის და რა არის მთავარი პრობლემა საიმისოდ რომ საქართველოში მიუხედავად იმისა რომ გვაქვს მატყლი, ჩვენი მატყლი ფაქტობრივად ბევრი უფრო ძვირადღირებული პროდუქტისთვის არის აბსოლუტურად გამოუსადეგარი. და გადაცემის მეორე ნაწილში რეკლამის შემდეგ ჩვენ გავისაუბრებით თუშეთის დაცული ლანდშაფტის დირექტორს ზაზა ლაგაზიძეს, რომელიც მოგიყვება უშუალოდ იმ პროექტის შესახებ თუ რა შეცვლის აღნიშნული პროექტი უშუალოდ თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის როგორ აისახება მათ მატერიალურ მდგომარეობაზე მსგავსი პროექტი. და რა თქმა უნდა ველოდები რომ თქვენს დაგვირეკავთ და თქვენ მოსაზრებას გაგვიზიარებთ ჩვენი ნომრები 217-139 ან 218-139 ან დატოვეთ თქვენი შეკითხვები პალიტატივის ვებგვერდზე 3w.palitativ.g. კიდევ უბრალოდ სკოლისა ძალიან გვაქვს ჩვენ პროდუქტი, მაგრამ პროდუქტს არ ვიყენებთ. თქვათ უფრო ძვირადღირებული და ექსპორტზე ორიენტირებული, ექსპორტზე გასატანი პროდუქციის დამზადებისთვის. და ფაქტობრივად ვიყენებთ იმპორტულ ნედლეულს. რა არის ამის მთავარი მიზეზი? რეალურად ის მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენს მეცხოვრეობას აქვს ამ თვალსაზრისით. დიახ, ნამდვილად მთავარი მიზეზი არის ხარისხი. უკვე მართლაც 30 წლიანი წყვეტა იყო ამ ყველაფრის, რომ არსებობდა მეცხვარეობა განვითარებული იყო ეს დარგი. შესაბამისად უკვე ის ქარხანაც, მაუთ კამბოლის ქარხანაც საკმაოდ დიდი წარმოებელი იყო და ექსპორტზეც გადიოდა. Ну, ეს ისტორიას ჩაბარდა, არის წყვეტა და ეს უმდობლობაც და ეს პესიმიზმით, ხო, არაფერი, ეს პესიმიზმით თავისთავად საზოგადოებაში, მოსახლეობაში და მით უმეტეს იმ მაღალმთიან რაიონში, სადაც არის უფრო მეტად პირობები გაუარესებული, ნამდვილად სავალალოა და ხარისხ ის ინიციატივა, რაც წამოიწყო ჩეხეთის განვითარების სააგენტომ, ძალიან მისასალმებელია და ამაში სახელმწიფოს ინტერესიც და სუბსიდირებაც თუ იქნება მიმართულებით, ნამდვილად უფრო მეტად დაინტერესდება მოსახლეობა. ის კოოპერატიული სისტემა, რაც დღესდღეობით ინერგება საქართველოში, კერძოდ ეს რეგიონებში, სოფლებში, ადამიანებს არ აქვთ ამის მიმართ ჯერჯერობით ანუ ცოდნა ამის შესახებ და ისეთი უნდობლობაც აქვს და ვერ არიან გარკვეულები, როგორ შეიძლება ეს სისტემა აეწყოს. და ამისთვისაც ალბათ საჭიროა მეტი ცოდნა მიიღონ, განათლება იყოს ამ მიმართულებით. და რაც შეეხება ამ მატყლის გამოყენებას, ქართული მატყლის, რა თქმა უნდა ხარისხი დაბალია, თუმცა ცდილობენ ის მომწოდებლები, რომლებიც დღესდღეობით საქართველოში არიან, დაბალია. კუსტარულად მზადდება, რომ დეტალურად რო გითხრათ ეს. ხო, დეტალურად, ну ჯერ ის რომ ეს მექანიკური პარსვა არ ხდება, ის ხელით კეთდება და ის ნედლეული შემდეგ ნაპარსი ნედლეული ზოგჯერ იყრება და თავი რამდენიმე ხანი
არის გარკვეულ ადგილას და ის უკვე თავისთავად ფუჭდება, ან წვიმის შედეგად შეიძლება დაალპეს კიდევაც რაღაც თავისებურად და უკვე გარეცხვის პროცესიც არ არის თქვათ იმ სტანდარტების, რისთვისაც თქვათ ჩვენ გვინდა რომ ხარისხი მივიღოთ და რამ პრეტენზია გქონდეს პროდუქცია ხარისხიანი შეიქმნას და ექსპორტზეც გავიტანოთ. და ეს დანადგარები საკმაოდ ძვირადღირებულია და ალბათ ამაზეც მუშაობენ ეს სააგენტო მუშაობს, რომ ესეც შეიძინონ, ეს მეორე ეტაპი არის ამ პროგრამის. და კუსტარულად ხდება დღესდღეობის ერთადერთი მომწოდებელია საქართველოში ეს ალვანში ხდება ეს გადამუშავება მატყლის ესეც კუსტარულად იქაც არიან შინამრეწველობა ესე ვთქვათ ქალბატონები რომლებიც ამას რეცხავენ კუსტარულად და იმ ხარისხს ვერ ვიღებთ იმას რამდენიმე ჯერზე უნდა გარეცხვა და შესაბამისად დაიცვა სტანდარტები მაგრამ მაინც სხვა გამოსავალი არ არის. ყველა მაინც ქართულ მატყლს ვიყენებთ, რაც არ უნდა იყოს თავისთავად უცხოურ მატყლსაც დიდი გამოყენება აქვს, მაგრამ ძირითადად დატვირთულია ახლა ქართული მატყლის სკოლები. საქართველოში ბათუმში არის ამის ბაზა. კი, სკოლები სასწავლებლები არის პროფესიული სასწავლებლები, მათ შორის აკადემიაც, იმიტომ რომ ის უცხოური მატყლი ძვირადღირებულია და სასწავლო პროცესისთვის ის ცოტა მიუღებელია, თუმცა წარმოებლები ახლა ჩემი სახით და კიდე რამდენიმე კერძო პირები ვინც არიან, ისინი ძირითადად მაინც იყენებენ უცხოურ ნედლეულს. აი ეს არის ძირითადად. ეს არის მთავარი პრობლემა. უცხოური ნედლეული და ექსპორტი. მე ვიცი რომ არსებობს გარკვეული შემოწმებები, ანუ ესე გარკვეული პროცედურები არსებობს, რომ თქვა ლაბორატორიებიც არ არის, ეს აუცილებელი იყოს ლაბორატორია. თქვათ რომ რა უშლის ხელს, იმიტომ ჩვენ მაგალითად შეგვიძლია ჩვენი თექის ნამუშევრები და კიდე თქვათ ახლა ფაბრიკატები თქვათ მათთვის მოვამზადოთ და გავიტანოთ. მაგრამ გვაქვს პრობლემა, არის ერთ ლაბორატორია არ არის ლაბორატორია. ამას ძალიან დიდი ხანი ამას ვამბობ, რომ ეს აუცილებელია რომ გაკეთდეს. და ის ბოჭკოს უნიკალურობა რაც ქართულ ცხვარს აქვს, ხო, მართლა აქვს ის თერმული თვისება, უნდა შემოწმდეს და იმ სტანდარტებში და იმ მოვლის პირობებში იყოს, რაც საჭირო არის. და მე პირადად ამ ნედლეულით ვცდილობ, რომ ხარისხიანად დავამუშავებინო, ვინც არის ჩემი მომწოდებელი. მე მაქვს ღვინის კომპანიებთან უკვე 5 წლიანი თანამშრომლობა. ღვინის ბოთლს ფუთავთ თეკაში, საკმაოდ ლამაზი დიზაინით არის და ეს გადის ექსპორტზეც გადის. ადგილობრივი ბაზარი თითქმის დაკავებული აქვს. მაქვს უკვე ცდელობა და ზაფხულისთვის ვემზადებით, ვაპირებთ წარმოებას უკვე ჟილეტების მამაკაცის ძირითადად რამდენიმე ნიმუში უკვე გაუშვი ავსტრიაში, საფრანგეთში, იქ მოწონება დაიმსახურა, ეხლა ველოდები პარტნიორებს, უკვე დისტრიბუციო კომპანიის ჩამოყალიბება. აი, როცა საუბარია ასეთ ტიპის პროდუქცია, ანუ ექსპორტზე ორიენტირებულ პროდუქცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ რას იყენებთ? ძირითადად მე ვიცი რომ მაინც თქვენ გირჩევნიათ რომ მუშაობთ მაინც იმპორტული? არა, აი სწორედაც ამ შემთხვევაში ეს ღვინის ბოთლების ღვინის ბოთლი გასაგებია. და ჟილეტსაც ვაკეთებ ქართული მატყლით. ამას ვამზადებინებ პანკისში, ალვანში, აი ეს ორი ძირითადი ბაზა არის, სადაც ვამზადებთ. და უკვე ზაფხულისთვის გვინდა რომ სერიოზული კოლექცია გავამზადოთ და შესაბამისად გავიტანოთ უკვე ბაზარზე. აი როცა საუბარია მაგალითად იგივე ქართული მატყლის ჩვენ ერთ საუბრის დროს ვისაუბრეთ რომ ქართული მატყლი შემოწმების თვალსაზრისით თვალით დაავადებული არ არის დაავადებული და ხშირად ეს პრობლემას ქმნის უკვე გარკვეულწილად
უკვე მას შემდეგ რაც შეიძლება გავიდეს უცხოეთში ტარიფოჩკები დაშენება. ამაზე ჩვენ ახლა რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ, ანუ ყველაზე მთავარი გამოწვევები, რომელიც აქვს ჩვენს ესე იგი მატყლს. და მანამდე სანამ გავალთ რეკლამამდე, მანამდე შეგახსენებ ჩვენს ნომრებს 207-139, ან 218-139 დაგვირეკეთ და ჩვენ რამდენიმე წუთში დაგვიმდებით რეკლამის შემდეგ. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ეს არის საქმე რადიო პალიტასა და პალიტა TV-ზე. ჩვენი ნომრებია 217-139, 218-139. დაგვირეკეთ, ან დატოვეთ თქვენი შეკითხვები პალიტა TV-ს ვებგვერდზე და ახლა მასნობებენ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავისაუბროთ თუშეთის დაცული ლანდშაფტის დირექტორ ზაზა ლაგაძეს, რომელიც ახმეტიდან ჩაგვერთვება. მოგესალმებით ბატონ ზაზა. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს პროგრამაში. თუ შეიძლება ამ პროექტის შესახებ უფრო დეტალურად გითხარით და როგორ შეცვლის თვითონ თუშეთის ეკონომიკას მსგავსი პროექტები. ეს პროექტი და ვიცი რომ ორი პროექტი ხორციელდება. თუშეთის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. მოკლედ ახმეტის მუნიციპალიტეტი ბოლო წლების განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან პროექტის ფარგლებში, სადაც ხელი უნდა შეეწყოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ზოგადად. და ახმეტის მუნიციპალიტეტში თუშეთია ზუსტად ასეთი მხარე, მაღალმთიანი მოგეხსენება წყალგამყოფ ქედს მდებარეობს 3000 მეტრის სიმაღლის იქით და სამიზნე გახდა ზუსტად ეს მხარე. და ისტორიულად ახლა მოგეხსენებათ თუშები ტრადიციულად დაკავებული არიან მეცხვარეობით. ეს არის მომთაბარე მეცხვარეობა. ისინი სეზონურად მიგრირებენ, ზამთარს ატარებენ ხშირად ჩერდებული ტერიტორიაზე, ხოლო ზაფხულის პერიოდში თუშეთში მოდიან. გარდა იმისა, რომ ისინი ნოლად უქმნიან ქვეყანას, მე მგონი მესაზღვრეს ფუნქციას გააჩნიათ ისტორიულად და მე მგონი დღესაც აქტუალურია ეს საკითხი. და ზუსტად აი ამ პროექტის ფარგლებში ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან დაისახა მიზანი, რომ ხელი შეეწყოს მეცხვარეობას. კერძოდ მატყლის საკითხი არის ძალიან მძიმე და პრობლემური, რომ მატყლი პირდაპირ ღია ბუნებაში იყლება. მოგეხსენებათ დაცული ტერიტორიებია თუშეთშიც და დედოფლის ხაროშიც. და ადამიანებს, რომელსაც მატყლის ბაზარი ვერ უპოვიათ და ვერ გაუგრიათ და იზოლებული არიან, მატყლი გაპარსონ და გადაყარონ. აი ამ პრობლემის იდენტიფიცირება მოხდა თემში და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ ნაბიჯი და პირველი ნაბიჯი გავაკეთეთ ის, რომ ელექტროსაფარსი მოწყობილობები შევიძინეთ მათი დახმარებით. ანუ 20-30 წელიწადია საქართველოში ხელით იპარსებოდა, ხოლმე მექანიზებულად არ გაპარსულა. ეს პროცესი დაიწყო. შემდეგი ნაბიჯი იქნება პირველადი გადამუშავება, რათა სტანდარტიზაცია მოხდეს ამ პროდუქციის და სასაქონლო სახე მიეცეს, იმიტომ რომ ჩვენი გაურეცხავი მატყლი სადღაცა 25-40% მინარევებს და ჭუჭქს შეიცავს და ამას ამ სასაქონლოს ბატონ ზაზა როგორც ჩანს გააწყდა ხმა, იმედია დაგვიბრუნდება ბატონი ზაზა, ჩვენ ეს ვესაუბრებოდი თუშეთის დაცული ლანდშაფტის დირექტორს ზაზა ლაგაძიძეს და რომელიც გვიყვებოდა ამ პროექტის თაობაზე, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ მატყლის საკითხის მოგვარებას თვალსაზრისით არამედ სხვა მთელი პროექტებს, რომელიც ერთ-ერთი თემა, რომელსაც ეს პროექტი ითვალისწინებს, არის მატყლის დახარისხების საამქრო თვითონ უშუალოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაძლებელი იქნება მატყლის შეგროვება და მისი რაღაც პირველადი დამუშავება. ბატონ ზაზა, გაწდა ჩვენი საუბარი და თქვენ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოხდეს გარკვეულწილად მატყლის შეგროვება და გარკვეული პირველადი დამუშავება, რომ არ დაკარგოს მან თავისი, თქვათ, ხარისხი და თავისი მაჩვენებლები, ესე ვთქვათ. ამისთვის რა კეთდება? ამისთვის, თქვათ, ავტომობილი იქნება სპეციალური შეძენილი, რომელიცაც მოხდება ამ მატყლის ერთი ადგილიდან, თქვათ, უშუალოდ მატყლის დახარისხების საამქრომდე მისვლა, თუ თვითონ საამქრო გაიხსნება ახლოს, თქვათ, უშუალოდ საძოვრებთან. მოკლედ ეს იქნება ელექტროსაფარსები, რომლებიც შეიძინა ჩვენმა დონორმა. ეს იქნება გადასატანი ტიპის, რომელიც მეშვეობითაც იალაღებზე გაიპარსება უკვე
მატყლი. ეს მატყლი შეგროვებული იქნება და ახმეტის რაიონში საწყობი ააშენა შესაბამისად მუნიციპალიტეტმა გამოყო შენობა ამისათვის, რათა აქ დასაწყობდეს, ანუ პროდუქციის ერთად თავმოყრა მოხდეს. გარდა ამისა, ჩვენი ინიციირებით შეიქმნა კოოპერატივი, რომელსაც ეწოდა დუშური ოქროსაწმისი, აი ესეთი სახელწოდება, და ეს კოოპერატივი შემდეგ მათყოს პირველი გადამუშავებისთვის მოამზადებს, რომლის ინფრასტრუქტურა შეგვიხსნის დონორი, ანუ ჩეხეთის განვითარების სააგენტო იგივე და კოოპერატივი ამ თავმოყრილ პროდუქციას გადაამუშავებს, ანუ პირველადი გადამუშავება მოხდება, უნდა გაირეცხოს მათგანი, ისე ვერ გაყიდი მათგს, ანუ ექსპორტზე ლაპარაკი ზედმეტია. არა და მოთხოვნილება არსებობს თურქეთიდან გვაქვს რაღაცა კონტაქტები, ასევე უკრაინაში იყო ამ ამბებამდე. იგივე ინდოეთიდან არის გამოხმაურება. და ეს არის ერთ-ერთი ამ ამთავრე მესაქონლეობის დარგის მეცხვარეობის გადარჩენის ერთ-ერთი ვარიანტი, იმიტომ რომ მისი სვიტღირებულება ძალიან ძვირია საიჯარო გადასახადებისა გამო და ასე შემდეგ და მატყლი ფაქტიურად აი რენტაბელობაში არც არის ჩასათვლელი ამჟამად. ამიტომ თუ მატყლის ფასმა რა იცია, ალბათ თვითონ დარგსაც საფრთხე შეექმნება და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა მოუხადო ჩეხეთის საელჩოს და ბატონ თომას პერნიცკის მისევს, რომელიც მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ ხევართ, რომელსაც და მინდა მუნიციპალიტეტს მოუხადო მადლობა, იმიტომ რომ ადგილობრივი ხელისუფლება სხვათა შორის ცენტრალურისაგან განსხვავებით ძალიან ხარს მიჭერს და ღერში უდგას ამ პროექტებს. გასაგებია. დიდი მადლობა, ეს იყო ზაზა ლაგაძე, თუ შეიძლება დაცული ლანდშაფტების დირექტორი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენს ნომრებს 2017-139 ან 2018-139 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები. რაც არის ყველაზე ერთ-ერთი მთავარი თემა, ეს არის რომ არ ხდება დახარისხება მატყლის. რატომ სხვადასხვა მატყლს ესე ვთქვათ აქვს აბსოლუტურად განსხვავებული ფასი და სხვადასხვა მოხმარებაც ასე ვთქვათ, სხვადასხვა კლიენტურა. როცა საუბარია რომ ვთქვათ მატყლს ფასი არ აქვს, პირველ რიგში ერთ-ერთი მიზეზი ის არის რომ ეს არის ფაქტობრივად რაღაცა მიქსი, რომელიც არც ერთი დანიშნულებისათვის გამოიყენება, არც მეორე და იმხელა შრომაა შემდგომ ამის გადასარჩევად და იგივე რაღაც სათანადო კონდიციამდე მისასვლელად რომ ვთქვათ ასეთ მატყლში ძვირს არავინ არ გადაიხდის, ხო? კი. რა თქმა უნდა, დღესდღეობით ახლა ისეთ პირობებში იპარსება მოგეხსენებათ, რომ ვიდრე ახლა ეს პროექტი განხორციელდება, რომ თავი გაიპარსოს და ერთად აგროვებენ, იმას არავინ არ უყურებს, რომელი ცხვრის რომელი ნაწილის მატყლი შეაგროვოს. ამ რას ეს უგავხსნა? ანუ ყველა ადგილს, ანუ სხეულის ადგილს აქვს სხვადასხვანაირი ხარისხის ბოჭკო. მუცლის არის უფრო რბილი, ნაზი. ადრე ამეთი ძაბს რომ მართავდნენ, წინდებს შიდა საცვლებს ქსოვდნენ, იმიტომ რომ რბილი იყო შედარებით. და ესე ვიყენებთ ჩვენც ახლა თუ არის რამე განსაკუთრებული შეკვეთა, რომ იყო ერთი უცხოელი შემკვეთი, რომელსაც უნდოდა მაისურების დამზადება, საცვალის დამზადება, ეს იყო არც უნდა შენაღებიც არ უნდა ყოფილიყო და ეს აბსოლუტურად ეკოლოგიურ ჩარჩოში დაცული. აი ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ხდება თქვენ რომ მაგალითად უცხოეთთან უკვეთავთ, თქვენ ფაქტობრივად რასაც თუ ეტყვით რომ ჩვენ მე მინდა ახლა მუცლის მატყლი ესე ვთქვათ, ის მოდის ცალკე და იცით რომ ეს არ არის შერეული და არის უცოდი კონდიციის. ესეთი შეკვეთა არის, როდესაც იმას აინტერესებს, რომ ხარისხი და ეკოლოგიურად დაცული პროდუქტი მიიღოს, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად უკვეთავთ ნედლეულის დამზადებელს. და ასევე ფერების მიხედვითაც ზოგიერთი ადგილი არის უფრო აი უკან ადგილი ცხვრის უფრო თავისებური ფერია, ამაზეც ბუნებრივი ფერებით, როდესაც არის მოთხოვნილება, რომ ბუნებრივი ფერებით იყოს, ეს პალიტრაც თვითონ ცხეულზე აქვს ცხვარს. და საინტერესოა ამ ხრივაც.
ამის დახარისხება ნამდვილად რთულია და პირობებიც არ არის ამისი. თუმცა ამასაც თუ მივახცევთ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება და ამის დახარისხება მაინც ის უკვე გაპარშვის დროს უნდა მოხდეს და არა უკვე შემდგომ. ხო, რა თქმა უნდა, ნუ აქ ძირითადად მეცხვარეები პარსავენ და ეს უფრო ისეთი რაღაცა რომ შეიძლება ამაში ქალთა ჯგუფიც ჩაერთოს და გადაანაწილოს. ეს უნდა ერთ კომპლექსურად მოხდეს. ამის პირობები თუ შეიქმნება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება და ჩვენთან მაგალითად არის ეს მომთაბარე მეცხვარეობა, ესე ვთქვათ, და როცა საუბარია იგივე ევროპაში ცხვარი ხო, გარკვეულწმინდ ინოსიაში. იქ როგორც წესი, რაღაც შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე არიან ცხრები გარკვეულწილად, ხო? ანუ იქ ცხრების მოვლა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე მაგალითად რა უნდა გაკეთდეს აიმისოთ, რომ მოხდეს გარკვეული ადაპტაცია ერთი მხრივ და მეორე მხრივ რეალურად მართლა მათ დაედოს ფასი, რომ მართლა იცოდეს ადამიანმა რას ყიდულობს. პირველ რიგში ეს ტექნოლოგიები, რაც სჭირდება ამ საქმიანობას, მე კადრების მომზადება ამისთვის, იმიტომ რომ ის ცოდნა უკვე ნაწილობრივ დაკარგულია ახალგაზრდებში და თავისთავად უკვე პირობების შექმნა. ეს არის ძირითადი პირობები ამის დახარისხებისთვის. და უკვე ხარისხიანი ნედლეული როცა გექნება თავისუფლად შესთავაზებ რომ ექსპორტზეც გაიტანო და ადგილობრივზეც წარმოებოს. აი ბატონმა ზაზამ ძალიან ისეთი კარგულად თქვა თქვენ პრეტენზიაც იყო მისი მხრიდან რომ მაგალითად იგივე მატყლი არ ძალიან იაფი რომ მატყლი ფაქტობრივად ვერ ფარავს იმ ხარჯებს რომელიც არის გაწეული მაგრამ მეორე მხრივ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ ეს რომ ფაქტობრივად ის მატყლი რომელსაც თქვათ ჩვენი ცხვრის მეცხვარეები გვაძლევენ პრინციპში ბაზარზე მეტი არ შეიძლება ღირდეს იმიტომ რომ არის ეს დაუმუშავებელი შეიძლება იყოს თქვათ დაზიანებული და დაავადებულიც კი და რა უნდა გაკეთდეს აიმისო თქვენი აზრით რომ ეს საკითხი ეს პრობლემა რეალურად აღმოიფხვრას და ფაქტობრივად არავინ არ იყოს ესე განაწყენებულ მდგომარეობაში ხო ნამდვილად მეცხვარეებისგან მეც შევხვედრი ვარ და გამიგია ეს რომ ძალიან იაფად იბარებენ ანუ აბარებენ ამ მატყლს და თვითონ ძალიან ძიმე პირობებში უხდებათ ამის ამ ცხვრის მოვლა ალბათ უნდა აიწიოს ის ხარჯი უნდა გაიწიოს მეცხვარეებისთვის უფრო მეტად რომ იმათ უფრო შეეძლოთ კარგად მოუვარონ კარგ პირობებშიც გაკრიჭონ ეს ცხვარი და თავისთავად უკვე აი თავი შეცდომა თქვენი აზრით რასაც დღეს უშვებენ ჩვენი მეცხვარეები სწორედ ამ მატყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებთან დაკავშირებით თქვა დამზადებასთან დაკავშირებით იცით რა იმათ ინტერესი აქვთ დაკარგული იმიტომ რომ ძალიან იაფად იყიდება და ეს არის ყველაფრის მიზეზი იმათ რომ მეტი ანაზღაურება ექნებათ ამ ნედლეულში უკვე თავისთავად ინტერესიც გაიზრდება ამისი ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი რაც მაგალითად ერთი ადამიანი და თქვენი კოლეგები რომლებიც ხართ მომხმარებელი ამ მატყლის და რომელსაც შემდგომ მე მირჩევნია ხარისხიანი მივიღო და გადავიხადო უფრო მეტი ვიდრე უხარისხო მაგრამ თქვენ ფაქტობრივად ახლა ყიდულობთ და არაძლევთ იმ რაოდენობის თანხას რომელსაც მოხედავთ აი ბატონი ხაზაც ამბობდა რომ მეცხვარეები არიან განაწყენებულები რატომ რა ხდება ამის ანუ იმიტომ რომ არ არის ხო ხარისხი არ არის ხარისხი რა თქმა უნდა იმიტომ რომ პირობები არ არის ამისი მეორე ხრივ ის ხარისხს ვერ წევს იმიტომ რომ არ არის ინტერესი და იმიტომ რომ არის დაბალი ფასი რაღაცა შეკრული წრე არის რა უნდა მოხდეს მისი გარღვევა პირველ რიგში დაინტერესება ამ საქმის განვითარება როდესაც ეს საქმე ეს სფერო განვითარდება უკვე მეცხვარესაც და მომხმარებელსაც ექნება უფრო მეტი ინტერესი და თავისთავად გაიზრდება ურთიერთობა და გაღრმავდება დამზადების ანუ მეცხვარეებსა და მწარმოებლებს შორისაც 2017-139-2018-139 ეს ჩვენ ტელეფონის ნომრები გაგვიგებთ და კიდევ ერთი თემა რომელიც ისევ ამ საკითხს უკავშირდება ჩვენ ქონდა ესეთი გამოვიდა ის პერიოდი როდესაც ესეთი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახლაც იგივეა პრინციპში მაგრამ მაშინ იყო ძალიან ბუმი ყველანაირი თექა
და გეგონა რომ მარტო ჩვენ ავართ ეს ადამიანები სადაც ვამზადებთ ამ თეკას და ყველგან გადიოდა ეს თეკა. ნუ შემდეგ უკვე ახლა ტურისტის მიხვდა რომ თუ არ არის ნამუშევარი ხარისხიანი, შესაბამისად მას აღარ ყიდულობს. ხო, ანუ აქ გარკვეულწილად ჩვენი ესე იგი ტურისტები და ტურისტების მიხვდნენ რა შეიძლება და რა არ შეიძლება. რეალურად რა თავი პრობლემები გვაქვს და რას უნდა იცოდეს ადამიანმა, როდესაც თქვათ საუბარია იგივე თექის დამუშავებაზე და შესაბამისად მის სარეალიზაციო გამოტანაზე. ანუ ეს თექის წარმოება თითქმის 15 წელი, 20-15 წელია, რაც უკვე დაიწყო და ინტენსიური სახე ბოლო წლებში მიიღო. და შესაბამისად ბაზარი უკვე გაჯერებულია ამ პროდუქციით. სხვადასხვა სახის არის თოჯინებიდან დაწყებული მოსახმარი ნივთებით, ასევე ტანსაცმლით, აქსესუარებით. თავისთავად იმდენად ბევრია და იმდენად და ინტერესიც აქედან გამომდინარე უკვე ნაკლები გაჩნდა, იმიტომ რომ ხარისხი შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ დიზაინიც უკვე ერთი და იგივეა. ანუ ერთი აკეთებს, მეორე იმეორებს. აი ესეთი რაღაცა არის. და თანდათან ახლა უკვე გქონდა ჩვენ კოლეგებს შეხვედრა და მუშაობთ ამ დიზაინის უკვე შეცვლაზეც, ახალ ფორმებზე, ახალ მოდელებზე და უკვე აი ამ ზაფხულისთვის მომხმარებელს ახალ პროდუქციას და განახლებულ პროდუქციას შევთავაზებთ. ერთი არის თქვათ გარკვეულწილად თქვათ ეს სასუვენირო მიმართულება, თუმცა აქაც თუ მეხსიერება არ მღალატობს თქვათ ბებიას ფაჩუჩების იქით ფანტაზია როგორც წესი არ მიდის იმის იქით ეს ერთი და მეორე მაგალითად როგორ შეიძლება თქვენი შესაძლებლობები დაუკავშიროთ მაგალითად მსუბუქრეწოლობას ხო თბილისში ძალიან ბევრი მომრავლდა ესეთი სხვა მოდისახლები ან თქვათ ცოტა მეტაკლებად სხვილი სამკერვალოები რომლებიც კი იყო ამის შეიძლება თქვენი თანამშრომლობა იგივე მოდის კვირევლები ტარდება სადაც მე მაგალითად იშვიათად მინახე კი იღებენ მონაწილეობას თქვენი კოლეგები მაგრამ არაერთხელ მაგ მიღებული მაგრამ მაინც ეს ინტენსივობა არც დიდია არ არის რა თქმა უნდა თუმცა ის ახსენეთ ფაჩუჩები ამაზე არაერთხელ იყო დაინტერესება ევროპელი კოლეგებისგანაც რომ როგორ შეიძლება ამის წარმოება მოხერხდეს და რამდენიმე საწარმოსთან მცადე რომ გაგვეკეთებინა ნიმუშები თუმცა ვერ მივიღეთ ის ხარისხი აი ესეც არის მიზეზი რომ ის ბოჭკო არის უხეში და აი ზოგისთვის აი მაგალითად იკბინება ესე ვთქვათ ის არ არის რბილი და მირინოსი რომელსაც ახლა ვიყენებთ ძირითადად ის რომ რბილია და აი ეს არის შეიძლება ვთქვათ რომ უბრალოდ ქართული ცხარი არის აბსოლუტურად ქართული მოძღვრისგან მიღებული მატყლი აბსოლუტურად არ არის მისაღები აი ამ წარმოებისთვის თუმცა სამკურნალო არა თუმცა სამკურნალო თვისებები უფრო მეტი აქვს ამ ქართულ ცხვარს. ეს ოდითგანვე ცნობილია, ძველი ლაბორატორიული კვლევებიდან არის ეს მასალები, რომ შემორჩენილი, რომ ამას მართლა განსაკუთრებული ბოჭკო ქონდა და თვისებები. სამკურნალოს თვისებებიდან გამომდინარე. ის რომ თქვათ ფეხზე ფაჩუჩი ჩაიცმევ ქართული მატყლისგან დამზადებულს და გიკმეს, ისიც ასარგებლო, ანუ ძველი წინაპრებისგანაც ვიცით, რომ მატყლის წელზე რო იდებდნენ მატყლის ნაჭერს, ნაწილს იმ შველიდა და სასარგებლო და სამკურნალო თვისება ქონდა. ასე რომ მასე ვერ განსაზღვრავთ, ანუ აქვს რაღაც დადებითიც და რაღაც უარყოფითიც, მაგრამ ამის შემუშავება შეიძლება, რომ ის შიდა ნაწილი უფრო ისეთი მატყლით დამუშავდეთ, აი რასაც ვამბობდით, რომ ზოგიერთი ნაწილი მუცლის, რაც რბილია, თქვათ, გადახარისხდეს და ისეთი მოდელი შეიქმნას, რომ ის იყოს მზა პროდუქტი, ხარისხიანი და მისაღები ყველასთვის.
განსაკუთრებია. რაც შეეხება იგივე მოდის სახლებთან და მოდის კვირეულებში მონაწილეობა და საერთოდ დასაცმლის ინდუსტრიაში თქვენი სექტორის ჩართულობაზე ამ თვალსაზრისით რა პერსპექტივები გვაქვს? აი ერთადერთი ქართულ მატყლს რა ხან ვამბობთ, მე აი მიმართულება გავაკეთე ჟილეტებზე და პალტოზე. აი რაც შეიძლება ეს დეტალები გამოვიყენოთ ქართული მატყლისგან. Ну ეს ჩემი ანუ მცდელობები და წინადადებები რაც მიმიღია, ერთადერთი აი ეს მოდელი სამოსის არის მიღებული ჯერჯერობით და ალბათ სხვა რამესაც მე შევიმუშავებ. აქ საუბარია რომ თქვათ პარტო მთლიანად თექა იყოს თუ უბრალოდ გაწყვეტილი იყოს თექის ელემენტად. მაგრამ მთლიანად აუცილებელი პარტო არსებობს. კი. ჩვენი ტელეფონის ნომრებია 217 139 218 ჩვენ რამდენიმე წუთში ალბათ დავასრულებთ გამოშვებას და ამიტომ თუ გაგვთ შეკითხვა აუცილებლად დარეკეთ. ჩვენი სტუმარია კომპანია ქართული ტექის ხელმძღვანელი კეთი გაგნიძე. კეთი და რომ გარკვეული რეზუმირება გავაკეთოთ ჩვენი დღევანდელი გამოშვების და მთავარი პრობლემები ჩამოთვალოთ, რომელიც დღეს გვაქვს ზოგადად ინდუსტრიაში, იმიტომ რომ ეს მარტო არ არის მხოლოდ მეცხვარეების პრობლემა, ეს არის თქვენი პრობლემა, ეს არის ზოგადად მსუბუქი მრეწველობის პრობლემა და მთლიანად ქვეყნის პრობლემა, რადგან აქ არის პროდუქტი, რომელსაც ვაწარმოებთ ქვეყნის შიგნით, მაგრამ ვერ გაგვაქვს გარეთ და რის გამოც ფაქტობრივად ზარალდება, არც რამდენიმე ქვედარგი ამ ერთიან ჯაჭვში, ესე ვთქვათ, ხო? ანუ თქვენი არის აი პირველი ერთი თემა, რომ ხარისხის გაზრდა. მაგრამ ამ ხარისხის გაზრდას თავისთავად ჭირდება ინვესტირება და ის სტანდარტები, რაც მიღებულია მსოფლიოში. ანუ ტექნოლოგიები პირველ რიგში და ის პირველადი მომზადება იმ ადგილების, ანუ მეცხვარეებთან დაკავშირებით, რომ ის ხარისხიანად თავიდანვე მოწოდებული იყოს. ხარისხიანად, რომ შემდეგ მე ისე გადახარისხდეს და შესაბამისად მივიღოთ ნედლეული სტანდარტებში და მაღალი ხარისხით. მე სადღაც მოსმენილი მაქვს, რომ იყო ეს შეთავაზება, რომ იქ სადაც ხდება წყლის დაბანაკება, ანუ სადაც ხდება გაპარსვა, ხო? მალევე მოხდეს ამ მატყლის ჩამოტანა უკვე მის დამუშავების ცენტრებში და იმას თუ წვიმა მოხდება, მე შესაბამისად მე მზეც ის უკვე ფუჭდება გორასავითაა, როდესაც იკრიჭება და ნუ აღარ უვარგისია, საერთოდ ვარგისიანობა დაკარგულია. ის ბოჭკოც მკვდარია, იმ ბოჭკოს გამოყენებაც შეუძლებელია, მე აღარც იღებება ის ბოჭკო. ანუ როდესაც მთლიან პროდუქციას ნაჭერს აკეთებ, უკვე ის თეთრი შეუღებავი მკვდარი ბოჭკოები ჩანს და ნუ ხარისხი თავისთავად ეკარგება უკვე. ამას უკვე არა, როგორც იტყვეს სასაქონლო სახე. ხო, აღარ აქვს უკვე სასაქონლო სახე. დიდი მადლობა, ეს იყო ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ერთ ძალიან პერსპექტიულ მიმართულებაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის და მსუბუქი მრეწველობის და იმ მიმართულებაზე, რომელიც პერსპექტივაში შესაძლებელი იქცეს ერთ-ერთ საექსპორტო დარგად. სამწუხაროდ არის ბევრი პრობლემები, თუმცა ყველა პრობლემა ჭირდება მოგვარება. და თუ არაფერს არ გავაკეთებთ. მოგვარებადი არის, რაც თავარია. თუ არაფერს არ გავაკეთებთ, პრობლემა დარჩება მუდმივად, თუმცა რა თქმა უნდა, სანამ გარკვეულ საყვადურებზე ვისაუბრებდით, პირველ რიგში უნდა გარკვეულ ჩვენ თვითონვე უნდა დავიწყოთ იმ გარკვეული შეუსაბამობის აღმოფხვრა, რომელიც არსებობს და იგივე, როცა საუბარია მატყლზე, პირველ რიგში უნდა ვნახოთ, რამდენ ზუსტად ხდება იმ პროდუქტის დამზადება და მიწოდება უკვე შემდეგი გადამუშავებისათვის. ჩვენი სტუმარი იყო კომპანია ქართული ტექის ხელმძღვანელი კეთი გაგნიძე, ჩვენ საუბრობდით ქართულ მატყლსა და მის პერსპექტივებზე და ამით ჩვენ დღეს ვასრულებთ გამოშვებას და ერთმანეთს შევხვდებით ხვალ ახალი თემით და სტუმრებით დროებით.